ტექსტის გადასახედად, ამობეჭდილი ტექსტის გადასახედად გეძლევათ 3 წუთი. თუ დამატება დაგჭირდათ დროისა, მითხარით და დავამატოთ, რომ მერე დავიწყოთ უკვე დავალებების შესრულება. კარგი? კიდევ ერთხელ მოისმენთ ამის შემდეგ ტექსტს. სიუჟეტს მოისმენთ კიდევ ერთხელ და მერე დავწერთ. ტექსტში, ნაბეჭ ტექსტში არის განსხვავებული ნაწილი, რომელიც არ არის სიუჟეტში. მოდით აბა მომიძებნეთ ეს ნაწილი და შეგახსენებთ, რომ ეს შეეხება ხევსურეთის ძველ სახელწოდებას. ხევსურეთის ძველ სახელწოდებას შეეხება. აბა მომიძებნეთ. ფხოვი, ხომ? ფხოვი ერქვა და რასთან ერთად მოიაზრებოდაო? ფშავთან ერთად მოიაზრებოდა ფხოვიო. ძალიან კარგი. წერ. მას დავალება არის ასეთი, რომ მოსმენილი და წაკითხული ტექსტის მიხედვით თქვენ უნდა შეავსოთ მოცემული დავალებები. პირველი მირჩევნია შეავსოთ დავალება სწორია, არასწორიასი. სწორია წინადადებები, სწორია თუ არასწორია. მოიცა თავიდან დაიწყე. რომელი საუკუნიდან იხსენიება ეს მხარე ხევსურეთად? მე-15. ბ. მანამდე რა ერქვაო საქინა თუ გახსოვს? ხოვი. ხოვი ერქვა, კი ბატონო. შემდეგი კითხვა. ორი კითხვა ყველას. რომელ მხარეში შედის ხევსურეთი? ბ. მცხეთა-მთიანეთის მხარეში შედის ხევსურეთი. რომელ მუნიციპალიტეტში მდებარეობს ხევსურეთი? ტუშეთის. რამდენ ნაწილად იყოფა ხევსურეთი? 2 ნაწილად. აბა ჩამომითვალე რომელი და რომელი? პირიქითი და პირაქეთა. რა ყოფს ხევსურეთს? კავკასიონის ქედი. რა არის შატილი, ციხე-ქალაქი? რომელ საუკუნეში აშენდა შატილი? მე-6. არა, მე-6 საუკუნეა? მე-11 საუკუნეებში. რა გვარის ხალხი შოთ შატილში? ჯინჯარაულე. რამდენი მოსახლე ჰყავს მუცოს? 1 გ. სად რომელი მდინარის ხეობაში მდებარეობს მუცო? არდოტის გაასწორე ეს მირა. დავამთავრეთ ხომ ეგეც? ეხლა აქედან ისინი წარმომავლობის, სადაურობის, ანუ წარმომავლობის სახელები. დაიწყე. შენც ხუთნი ხართ მანდ. წაიკითხე. კი. ხევსურეთი, ხევსური. მოიცა, ხევსი რა არის? აბა ერთი მითხარი. ხევსური. კარგი, ეხლა ადამიანი ხევსური იქნება. სვანეთი, სვანი, სვანური. კი ბატონო. არზუ. თუშეთი, თუშური. თურქეთი, თურქი, თურქული. კი ბატონო. რუსეთი, რუსი, რუსული. რუსული. ახეს. იმერელი. კახეთი, კახელი, კახური. მერე? გისმენ. კი ბატონო. ჩეჩნეთი, ჩეჩენი, ჩეჩნური. კი ბატონო. შემდეგ? ინგუშეთი, ინგუში, ინგუშული. კი ბატონო. ერთი წუთი. ხევსურეთში იყო სწორია. კი ბატონო. შემდეგი წინადადებაც წაიკითხე. ხევსურეთის საისტორიო წყარო. 15 საუკუნიდან მოიხსენიება. სწორია. ეხლა ასკინას. მუცო მჭტიროდ დასახლებული ფუნქცია. არასწორია. სადა? კარგად წაიკითხე. მუცო მჭიდროდ დასახლებული პუნქტია. არასწორია. რატომ რამდენი მოსახლეაო იქო? 1 მოსახლეაო, ხო, მარტო 1 მოსახლე. შატილი წველად სამეფო ხელისუფლებას ეკუთვნოდა. წველად სამეფო ხელისუფლებას
ეკუთვნოდა. სწორია. ეკუთვნოდა, სწორია. კარგი, სამირა, გისმენ. შატილის დასამორჩილებლად არაბის ერისთავები არ იბრძოდნენ. სწორია. სწორია? არ იბრძოდნენ თუ იბრძოდნენ? არა, სწორია, პირიქით, რა შვებოდნენ, იბრძოდნენ. შემდეგი წინადადება. შატილის ჩრდილო აღმოსავლეთის მაშ, მოდით ასეთი კითხვა მაქვს თქვენთან. ხევსურელი თუ ხევსური? ხევსური. რატომ არა ხევსურელი? ვის ახსოვს? აბა წესია ერთი ეგეთი. ერთი წესი არსებობს. ური ეს რა ქვია? ოლობა. აბა. კარგით. მაშინ მოდით ახლა თქვენ ჩაიწერეთ ჩემ. მაშინ მოდით თქვენ ჩაწერეთ. ჩემი, მე რასაც ჩაწერეთ. ეს მე შეშმონებს. მოდით მე აიწერეთ. მოლაქონება. მანდა დოჟდანო დოსტო. არა, ეს არის წარმომავლობის სახელი. მინი ლექცია გამოვა. ინოვაცია. მიჩვენებენ, საიდან არის ადამიანი ან ნივთი. ეს არის ქალაქი, სოფელი, რომელიმე კუთხე. აი და ამისი წარმომავლობის სუფიქსები აბა გამახსენეთ. ურ ჯერ ურ მერე ურ ეხლა აქედან რომელია ადამიანის წარმომავლობის ნივთის. აბა ვის ახსოვს, როდის გვაქვს ურ, როდის გვაქვს ურ? ხევსურული იქნება თუ ხევსურული? კარგი. გარდაბანი, ნივთი გარდაბნიდა. თბილისი. თბილისელი. თბილისური. ქუთაისი. ური ნუ კიდევ რომელი? ჯანდარა. ური. აბა შეხედეთ. აბა მიხვდებით, როდის გვაქვს საით ნეტრა. ბოლო ხმოვნიანია. არა, აბა რომელია გარდაბანი, რომელია? ან რომელი როცა ბოლოს ერ მაშინ ლი, როცა ერ მაშინ ლი, როცა ი მაშინ არა, ნახე. როდესაც რა მაშინ თუ სიტყვაში არის არა აქვს მნიშვნელობა თავში, ბოლოში, შუაში, მაშინ იქნება ულ. აი და თუ ვიდე დაწერეთ, თუ ვიდე დაიმახსოვრეთ. თუ სიტყვაში თანხმოვანია, ვექნება ულ. დანარჩენ შემთხვევებში არის ურ.
ჩუნაი. იკაური, ჯაბუშანური, ეხლა მოდით აქეთ ვნახოთ. როდის კვა არ გვაქვს ელსუფიქსი. ძირითადად ბილისელი, გარდაბუნელი, თუში. მაგრამ გვაქვს თუში, მას როდესაც არის ხალხ-მილად. თუში, თურქი. ხევსური, თურქი, რუსი. თურქი, რუსი, სვანი. სვანი. გახი. იაპონი. აბა ეხლა მითხარი, საიდანაც თუშია, იმ ადგილს რა ქვია? თუშეთი. თუშეთი. ხევსური, მას როდესაც ეს მთავრება ეთით. თუშეთი, ხევსურეთი, თურქეთი. ხომა. იაპონია, ეგვიპტე. ეგვიპტე, იაპონია. მას როდესაც ამთავრება ეთით, მას არის როცა გვაქვს ეთი. გეოგრაფიულ სახელში ეს